საქართველოში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტანდარტებთან შესაბამისი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გუნდი შეიქმნა. თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ჯგუფის საველე სიმულაციური სწავლება გაიმართა. პროცესის მთავარი მიზანი იყო რეაგირების სისწრაფის, კოორდინაციისა და რესურსების მართვის ეფექტიანობის შემოწმება. სწავლების ფარგლებში დამუშავდა მასობრივი კატასტროფების პირობები, მათ შორის წყალდიდობა, მიწისძვრა, მეწყერი. ჯანდაცვის მინისტრის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით აღნიშნული გუნდის არსებობა მნიშვნელოვნად აძლიერებს ქვეყნის მზადყოფნას სხვადასხვა ტიპის კრიზისზე ოპერატიული რეაგირებისთვის. ამ თანამშრომლობის ფარგლებში, რა თქმა უნდა, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სამსახურმა შეძლო საკუთარი თავი შეეფასებინა ისე რომ ეპოვა რეალურად ის გამოწვევები, რომელიც არსებობს და როგორ შეიძლება დაწესებულება განვითარებული. ყოველწლიურად და ძალიან ინტენსიურად ეს დაწესებულება ვითარდება და დღეს ძალიან ახლოს არის ეს დაწესებულება იმ მდგომარეობასთან, როდესაც ის აღიარებული იქნება როგორც საერთაშორისო მაღალი სტანდარტის მქონე და მაღალი რეპუტაციის მქონე დაწესებულება. ეს პროცესი 2 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ჩვენ გავიარეთ კლასიფიკაციის პროცესის სხვადასხვა ეტაპები, სტანდარტული საოპერაციო პროცედურები, სახელმძღვანელოები, ტრენინგები, საჭირო აღჭურვილობის შესყიდვა. მოხარულნი ვართ, რომ ვიმყოფებით აქ კოლეგების გუნდთან ერთად, აგრეთვე საერთაშორისო წარმომადგენლებთან, აზერბაიჯანიდან და ესტონეთიდან. ჩვენ დავაკვირდებით საქართველოს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გუნდის განვითარების და ფუნქციონირების პროცესს. სიახლე ხაზს უსვამს საქართველოს მზადყოფნას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი გადაუდებელი სამედიცინო რეაგირებისთვის. ახალი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ჯგუფი უზრუნველყოფს ქვეყნის მძლავრ საგანგებო რეაგირების შესაძლებლობებს, აძლიერებს სამოქალაქო უსაფრთხოებას და ზრდის საქართველოს რეპუტაციას. გუნდი საგანგებო სიტუაციების დროს საველე პირობებში უზრუნველყოფს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევას, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საჭიროების შემთხვევაში ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ეს პროექტი ხორციელდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან მჭიდრო თანამშრომლობით. საქართველოს ეწვია ჯანმოს ვერიფიკაციის ჯგუფი, რომლებიც შეაფასებენ ჩვენს გუნდს და დაადასტურებენ საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას. სამედიცინო კოორდინატორი არის ასე თქვათ პასუხისმგებელი საველე ჰოსპიტალის გამართულად მუშაობაზე. ის არეგულირებს ყველა განყოფილებაში, რომ თანმიმდევრულად და სწორად მოხდეს მაღალი ხარისხის სამედიცინო დახმარების მიწოდება დაშავებულებისთვის. გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ჯგუფის შემადგენლობაში შედიან ექიმები, პარამედიკოსები, ექთნები, ლოჯისტიკისა და ტექნიკური სამსახურის თანამშრომლები, რომლებიც შემთხვევის ადგილზე ჩასვლისთანავე მყისიერად იწყებენ საველე გადაუდებელი ტიპის ჰოსპიტალის მოწყობას და ნებისმიერი სიმძიმის პაციენტების მიღებას. მიმდინარეობს საველე სწავლება EMT-ის გუნდის ფარგლებში, სადაც სამედიცინო პერსონალი ვიღებთ მონაწილეობას, რაც უზრუნველყოფს საველე ჰოსპიტალის პირობებში ხარისხიანი სამედიცინო მომსახურეობის მიწოდებას პაციენტებისათვის. ვხედავთ, რომ გუნდი მზად არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გუნდად ოფიციალური ვერიფიკაციისთვის. შეუერთდეს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ჯგუფების საერთაშორისო ქსელს და მონაწილეობა მიიღოს გლობალურ დონეზე ნებისმიერ კრიზისულ სიტუაციაზე რეაგირებაში. პროექტი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით ხორციელდება. ვერიფიკაციის წარმატებით დასრულების შემთხვევაში EMT პირველი გუნდი მიიღებს საერთაშორისო კლასიფიკაციას, რაც მას შესაძლებლობას მისცემს გლობალურ დონეზე იმოქმედოს.